განკითხოთ და განსჯავრთ, ორი სიტყვით აგვიხსნათ. ორი სიტყვით ისაა, რომ ადამიანი არ უნდა გაუტოლო თავის საქციელებს. პიროვნებასა და მის საქციელებს შორის ტოლობას რომ ვსვავთ, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ ის განვიკითხეთ. დათვრა ვამბობთ, რომ ლოთია. გარისხდა მრისხანეა. იმ დათრობის იქით რამდენი სიკეთე შეიძლება აქვს, იმ მრისხანების იქით რამდენი სიკეთე შეიძლება აქვს და ჩვენ ავიღეთ და ერთ საქციელს გავუტოლეთ მთელი პიროვნება. მეორე კიდე, ჩვენ ვინ გკითხავს მის განსჯას. გამსჯელი ერთადერთი უფალია და ჩვენ როდესაც ადამიანს გავსვით, ვამბობთ შინაგანად, რომ უფალო ჩვენ ვართ იმის შემძლებელი, რომ ეს ადამიანი განვიკითხოთ. ჩვენ ვიცით მისი ყველაფერი წვრილმანები. სად აღიზარდა, რა მდგომარეობაში იყო, რა მიიყვანა ეს ადამიანი აქამდე. ჩვენ თვითონ, ახლა წარმოიდგინეთ, რომ სასამართლოში რომ მიხვიდე და მოსამართლეს რო უთხრა, ცოტა მიმიწიო, რომ მეც უნდა გამსაჯვაქ ეხლა. ამას ვეუბნებით უფალს, რომ უფალო, აი ჩვენც შეგვიძლია რომ და რა შეგვიძლია, რა გავაკეთეთ იმ ადამიანისთვის, ვისაც განვიკითხავთ? არაფერი. თითი არ გაგვინძრევია და ქრისტე მისთვის ჯვარზე გაეკრა. ამიტომ ჩვენ მორალური უფლებაც კი არ გვაქვს, რომ ვინმე განვიკითხოთ, გამსაჯოთ. ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს. თორემ ისიც ყოფილა, რომ გარეგნულად ვიღაცის ცოდვის გამო მას განვიკითხავთ, ის ნანობს თავის ცოდებს. ჩვენ და ის გადარჩება, ცხონდება იმ სინანულის გამო. ჩვენ კიდევ მისი განკითხვის გამო შეიძლება წავწმდეთ. წმინდა პაისი ათონელი ასეთ რაღაცას ყვება. ერთი ამბავია, რომ ერთ-ერთი ბერი დიაკონი თუ არა ვწდები, მონასტრიდან წავიდა. გაიგო რა, რომ თავის ოჯახის წევრებს ძალიან უჭირდათ. ვიღაც მამა გარდაეცვალა ოჯახში, თუ არა ვწდები და დადგა საშიშროება, რომ ეს გოგონები თავისი დები არასწორ გზას არ დადგომოდნენ. არის ერთი პატერი კი კიდევ სხვაგვარია, იქაც გარდაეცვალა, მაგრამ იქ უფლისგანაა, რომ ეს არ უნდა წავიდეს. მაგრამ ის სხვა ამბავია და უბრალოდ გონება რომ წაიყოს იქითგან, იმას აღარ მოყვება. ამ დიაკონმა გადაწყვიტა, რომ მონასტრიდან წასულიყო, აიღო ლოცვა-კურთხევა მონასტრის წინამძღვრისგან და წავიდა თავის ოჯახში. შრომობდა, რომ დაებინავებინა, დაეოჯახებინა თავისი დები. და იქ სადაც წავიდა ქალაქში, სადაც ცხოვრობდა, ქარხანაში მუშაობდა. იქ იმაზე მეტად ასკეტურად ცხოვრობდა, ვიდრე ვინმე სხვა მონასტერში. იქ არ შეუწყვეტიათ, ბერი იყო ის შინაგანად, ბერი იყო, ასეთი იყო, მან კი არ მიატოვა თავის ცხოვრების წესს და იქ სუფრებზე და გართობებზე კი არ დადიოდა. ის ბერი იყო, მოღვაწეობდა, შრომობდა, რომ თავისი დები სულიერი საჭიროების გამო წავიდა, იმის გამო კი არა, რომ ლუკმაყური, თუმცა ამის გამოც შეიძლება ქონდეს გამართლება, გააჩნია სიტუაციას. მაგრამ წავიდა, რომ სულიერად არ გადაეხვიათ ამ დებს გზიდან და რომ დაიგულა, რომ ეს გოგონები უკვე დაოჯახებულები არიან და გზას ადგანან, დაბრუნდა, წავიდა სხვა მონასტერში და რომ ნახა იქ მღვდელმთავარმა, გაუკვირდა, რომ ეს ქალაქიდან ჩამოსული ეს როგორ ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა. და აუხსნა მე ამ დიაკონმა უთხრა, რომ როგორ ცხოვრობდა ერში, ქალაქში, როგორ ცხოვრობდა. ის მაშინვე უდლად დაასხეს ხელი და იმ მონასტრის ბერები კიდე, რომლებმაც ნახეს, რომ ეს წავიდა ქალაქში. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, ისინიო დღემდე განიკითხავენ მას. იმის გამო, რომ მონასტერი დატოვა და წავიდა, მაგრამ არ იციან რის გამო დატოვა და წავიდა. ისე რომ ერთი შეხედვით ყველაფერი არ ჩანს. ამიტომ ვერაფერს ვერ გაიგო. რა ვიცით ადამიანს გულში რა აქვს, რის გამო აკეთებს. ამიტომ როდესაც რაღაცის გამო განკითხვის ფიქრები მოდის, ჩვენი მხრიდან კეთილგონიერება იქნება, რომ ვთქვათ, რომ უფალო, ჩვენ არ ვიცით. ან რა უფლება გვაქვს განვიკითხოთ, ჩვენ ვინა ვართ, რა ვიცი რის გამო აკეთებს. და როგორც წმინდა მამები ამბობენ, უნდა ილოცო, რომ უფალო, აცხოვნა ეს ადამიანი და მისი ლოცვით ჩვენც გადაგვარჩინა. თუ ასე იზავ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაშინ ბევრჯერ გადარჩები განკითხავს და თუ ერთხელ განიკითხავ ორჯერ და სამჯერ, ამით საკუთარ ცოდებს ამრავლებ და ვერც იმას ვერაფერს ვერ შველი. მაშინ ეს ვერც იმას ვერ შველი.
როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცნენ ჩვენც ისე უნდა მოექცეთ სხვა ადამიანს და მეორე კიდევ ვინც ავაზაკის ცხოვრებას შეხედა ცოტა ხნით მას შეიძლება ეგონა რომ ავაზაკი უკვე წარწმუნდილია და ვინც იუდას ცხოვრებას შეხედა მაშინ როდესაც ის სასწაულებს აღასრულებდა ქრისტეს სახელით ის შეიძლება უკვე ნეტარად და ცხონებულად ჩათვალა მაგრამ შეიძლება არ იცის არც ერთის და არც მეორეს ცხოვრების დასასრული შეიძლება ჩვენ არ ვიცით დღეს ვისაც ჩვენ განვიკითხავთ ხვალ შეიძლება დიდი წმინდანი შეიქმნეს იგივე როგორც მოსეშავზე რო ვთქვით ის ავაზაკთა ბანდის მეთაური დიდი წმინდანი გახდა მარიამ მეგვიპტელი დიდი წმინდანი გახდა მაგრამ ყოფილა შემთხვევები რომ ადამიანებს მოღვაწეობაში გაუტარებიათ წლები 50-60 წელი აი მეუდაბნოე ცხოვრებით, განდეგილური ცხოვრებით და სამწუხაროდ მომხდარა ისეც რომ ის დაღუპულა ხორციელად კი არა რომ გარდაიცვალა, არამედ ვერ ცხონებულა. გესმით რაზე? ამიტომ არ უნდა დაიმედე რომ აი დღეს მე ტაძარში დავდივარ, რაღაცას ვაკეთებ და ხვალაც აქ იქნები. უნდა გავფრთხილდე იმაზე რომ ხვალაც აქ და რითი უნდა გავფრთხილდე, რომ უნდა სინდაბლე ისწავლა, მორჩილება, მოთმინება ისწავლა. სხვაზე მეტი რომ არ ახარ, ეგ უნდა ისწავლა. თორე ვისაც სხვაზე მეტი შეიძლება გონია თავი, ის შეიძლება ხვალდაზე აღარ იყოს, იმიტომ რომ არასწორად და არასწორად სწავლობს აქ. აქ იმისთვის მოვდივართ, რომ უნდა ვისწავლოთ, იმისთვის კი არა, რომ შევიქმნათ ის განწყობა, რომ თითქოს ვიღაცას ახლა ვჯობივართ, აი 1 წელი ვიარე ტაძარში. ნამსახურების მიხედვით არის სულის გადასჭენა? ამ სიტყვა განსჯა არ არსებობს. არსებობს განსჯის უნარი, რომელიც არის ქრისტიანისთვის ერთ-ერთი და ზოგი წმინდა მამამოსო ყველაზე მთავარი უნარი, ანტონი დიდი ამბობს, განსჯის უნარია ყველაზე დიდი. მაგრამ განსჯის უნარი სხვა რამეა და განკითხვა სხვა რამეა. განსჯის უნარი ესე არ მოდის, ის მოღვაწეობის შედეგად მოდის. განკითხვა ნიშნავს, რომ ჩვენ ადამიანის აქციას ვაფასებთ და აი როგორც ფარისეველი რო ამბობდა, რომ არა ვარ როგორც სხვა ადამიანები, როგორც ეს მეზერია, არა ვარ ესეთი. და განსჯის უნარი ნიშნავს, რომ შენ გაიგო რა არის სიკეთე და რა არის ბოროტე. ვისაც განსჯის უნარი აქვს, ის არ განიკითხავს. განსჯის უნარი იქნებოდა ისიც, რომ აი რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ჩვენ არა გვაქვს მისი განკითხვის უფლება. აი ესეც განესაჯა თავის თავში, რომ ეთქვა, რომ მე ვინა ვარ. განსჯის უნარი, რომ მე ვინა ვარ, რომ ეხლა ეს დავწონო მისი ცოდვა და მადლი. ან რა უფლება მაქვს. ან რა ვიცი ის მომავალში ვინ იქნება, ან წარსულში აქამდე როგორ მოვიდა. აი ეგ რო განსაჯოს ადამიანს, მაგაზე უნდა დაფიქრდეთ.